ეს პროგრამა ძირითადად გათვლილია საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის, მათ უტარდებათ ძირითადად 6 სპეციალისტის კონსულტაციური მომსახურებები, როგორიც არის ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგ ქირურგის, აგრეთვე ყბასახის სპეციალისტის და ყველა ბავშვს უტარდება ეხოსკოპიური გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პირველი ღონისძიება ვოვავეკუა სახელობის მესამე საჯარო სკოლაში. ამ ღონისძიების ფარგლებში გაისინჯა მოსწავლეები, დანიშნულების შესაბამისად მიეცათ საჭირო მედიკამენტები, ვიტამინები და კალციუმის პრეპარატები, ასევე ყველა ბავშვისთვის განკუთვნილია საჩუქრები, რომელიც მოითავს პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში დღეს სკოლაში ვსტუმრობენ ექიმები სხვადასხვა პროფილის. ეს პროექტი ძალიან სასარგებლო და დროული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ COVID ეპიდემიამ მშობლებს ფაქტობრივად წაართვა იმის საშუალება, რომ დროულად მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ მეორებ შექმნილი სიტუაციის გამო. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ სხვათა შორის, თითქმის 60-მდე ბავშვმა გაიარა ეს სკრინინგ შემოწმება.